გამარჯობათ მეგობრებო. დღევანდელი დღეორშაბათი მოვიდა, სწრაფად გავიდა ერთი კვირა. მრავალი ამბები ხდება ამ ერთი კვირის განმავლობაში. ჩვენმა საზოგადოებამ მამულიშვილებმა დაიწყო ინოვაციური წინადადებების შეთავაზება. საზოგადოების მიმართ ჩვენ სხვადასხვა თემებს ვეხებით, წინა გადაცემებში საგადასახადო თემებში ვეხებით, ბინადმშენებლობის თემებს შევეხეთ, განათლების რეფორმის თემა წამოვწიეთ წინ. ბევრი თემებია, მაგრამ მაინც ესე იგი ვცდილობთ რომ რაღაცა ამოვწურათ, რაღაცა საკითხი, შემდეგ რაღაც საკითხზე გადავიდეთ და საქართველოს ყველა თემაში ჭირდება დახმარება, საქართველოს უამრავი პრობლემები გააჩნია, დარგებში არის სტაგნაცია და დაგნებში საჭიროა რეფორმების ჩატარება. ჩვენ წინა გადაცემაში ვილაპარაკეთ დღგ-ს, ესე იგი დაბეგვრის სისტემის შესახებ, რა შეიძლება მოხდეს ინოვაციური და ვილაპარაკეთ ასევე საშემოსავლის შესახებ, თუ როგორი განაკვეთები უნდა არსებობდეს, რომ უკეთ და ელასტიურად დიფერენცირებულად მოხდეს ესე იგი საშემოსავლო დაბეგრა, რომ განვითარდეს ჩვენი ბიზნესი, ქართული წარმოება ფეხზე დადგეს. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია შევეხოთ დღეს მოგების გადასახადის თემას. ეს მოგების გადასახადი ძალიან მტკივნეული თემა იყო ამ რამოდენიმე წლის უკან. ჩვენი ასოციაცია, ბიზნეს ასოციაცია სოლიდარობა გამოდიოდა ესეთი მოთხოვნით, რომ მაშინ მოგება სანამ საქართველოს ესე იგი ეკონომიკური სუბიექტები გადავიდოდნენ ესტონურ მოდელზე, მაშინ იყო დაბეგრა 20% მოგების და ასეთნაირად ხდებოდა ეს დაბეგრა, ასეთნაირად ნაწილდებოდა, ესე იგი წელიწადი 4 ნაწილად იყო დაყოფილი და ყოველი 3 თვის შემდეგ ვიხდიდით მოგების ავანსს. და მოგების ავანსი გამოითვლებოდა წინა წლის მოგებიდან გამომდინარე. პრაქტიკულად ესე იგი კომპანიას ესე იგი არ ქონდა მოგებაზე ჯერ გასული არ იყო და წინა წლის მოგების ავანსიდან გამომდინარე, მოგების გადასახადიდან გამომდინარე, ესე იგი სავარაუდოდ იყოფოდა ეს თანხა, დასაბეგრი თანხა 4 ნაწილად და ესე იგი ავანსის სახით 15 რიცხვამდე, ყოველი კვარტლის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე ხდებოდა აი ამ თანხის გადახდა. მაგრამ ჩვენ ასეთი წინადადება ჰქონდა მაშინ, რომ იმის გამო, რომ ავანსით ვიხდიდით ამ თანხებს, არ უნდა მოდიოდეს ინკასო ამბობდით და ამაზე კიდე არ უნდა იყოს ჯარიმა. ესე იგი შეიძლება კომპანიამ დააგვიანოს იმ 15 რიცხვს გადააცილოს რამოდენიმე დღე და მოდიოდა ინკასო, ესე იგი დაყადაღება ხდებოდა ანგარიშების, თქვენ წარმოიდგინეთ ეს როგორი ცუდი მომენტი არის და ამავე დროს გვეწერებოდა ჯარიმა ყოველ გადაცილებულ დღეზე და ჩვენ გამოდიოდით იმ კუთხით, რომ რადგანაც ამას სახელმწიფოს წინ ვაძლევთ ამ მოგების გადასახადს ავანსების სახით, ჯარიმა მაინც არ ყოფილიყო, შეიძლებოდა კომპანიას გადაეცილა აი ეს თანხები, მაგრამ ჯარიმა არ ყოფილიყო და რაღაცნაირად ესე იგი შეღავათიანი დაბეგრა მოხდარიყო, ტარიფი შემცირებულიყო 20%-ის მაგივრად 10%, აქ ბულგარეთის კარგ მაგარიც ვიყენებდით ჩვენ, ბულგარეთში მოგეხსენებათ 10%-ია დღგ, 10%-ია მოგების გადასახადი და 10%-ია საშემოსავლო. ესე იგი 3-10-იანი აი ეს ტრიადა საკმაოდ კარგი სტიმულია ბულგარეთის ეკონომიკისთვის და ჩვენთვისაც უპრიანი არ იქნებოდა, რომ აი ესეთი შეღავათიანი დაბეგრა ყოფილიყო. მაგრამ ეს არ მოხდა და მოხდა ესეთი სასწაული, მე ბჭყალებში ვიტყვი ამას, ამ სიტყვას, მოულოდნელად საერთოდ გააქვმეს მოგების გადასახადი, ჩვენ ამაზე არ ვამბობდით არაფერს, პირიქით ჩვენ არ ვამბობდით გაუქმების შესახებ და როდესაც ჰქონდა ესე იგი შეხვედრა სამთავრობო წარმომადგენლებთან, ასეთი კითხვა დავსვით, რომ რატომ მოხდა ეს მოგების ესე იგი გადასახადის გაუქმება, ეს ხომ გამოიწვევდა სწორედ იმ პირობებს, რომ ბიუჯეტში ნაკლები თანხები შემოვიდოდა და ეს გამოიწვევდა სწორედ მთელი რიგი სოციალური
პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა. და ჩვენ გვითხრეს, რომ არაო, ესო ჩვენი ინიციატივით მოხდაო, მაგრამ ჩვენ ამაში ეჭვშეგვება რა, ჩვენ საკმაოდ ეჭვშეგვიკარა იმის გამო, რომ სწორედ აი ამ მოვლენილი გაუქმება, აი მოგების გადასახადის სრული გაუქმება, ესტონური მოდელი მოიხსენება და ამას ითვალისწინებს, თუ ესე იგი კომპანია აკეთებს კაპიტალ დაბანდებას, მას შეუძლია რომ მოგების გადასახადი აღარ გადაიხადოს, ეს არ არის ცუდი, მაგრამ ჩვენ გვინდოდა რომ აი ესეთი შეღავათები დაწესებოდა ქართულ წარმოებას. აი ქართული წარმოება, როგორც აი ესეთი სეგმენტი გამოყოფილიყო და თუ კი რამე შეღავათი იქნებოდა, ეს მომხდარიყო სწორედ ისეთი კაპიტალტევადი დარგის, ესე იგი, დახმარებისთვის, როგორც არის ქართული წარმოება. ხოლო ვაჭრობისა და მომსახურების სფერო ჩვენად იხდიდა ამ გადასახადებს და სულ არ იყო საჭირო და მათთვის არ იყო ის 20% მტკივნეული. და მოხდა რა, მოგეუბნებით, რომ საბოლოო ჯამში ეს უზარმაზარი მოლები, უზარმაზარი სავაჭრო ცენტრები, უზარმაზარი ეს შენი ელიავას ბაზრობები და ლილოს ბაზრობები განთავისუფლდნენ მოგების გადასახადიდან და ბიუჯეტში და სახელმწიფოს უკვე თანხები შეუმცირდა, წლებია არავინ არ ეხთის მოგების გადასახადს და რა ხდება, რომ ის შენი ჯანმრთელობის დაზღვევა, რომ რაღაცა შინაარსიანი იყო და ყველას გვახარებდა და თანხები იყო და რაღაცნაირად ნაწილდებოდა ეს თანხები და მოქალაქეები აფინანსებდნენ თავის ჯანმრთელობას, აი ამ დაზღვევიდან გამომდინარე, უცებ გახდა სიმბოლური, იმიტომ რომ თანხები აღარ ხდებოდა აკუმულირება თანხების და ეხლა წარმოგიდგენთ უზარმაზარი კომპანიები, სავაჭრო კომპანიები, მომსახურების სფეროს კომპანიები, რომ მოგების გადასახადს არ იხდიან, მაშინ ვინ უნდა გადაიხადოს? ხო, ჩვენ არ გვყავს თოვლის ბაბუა, რომელიც თქვა ამერიკიდან გამოგიგზავნის აი ამ დანაკლის და შეგვივსებს. ჩვენ ვამბობდით ასეთ რამეს, ძალიან საختად დავრჩით ხომ გეუბნებით და მართლა ეჭვშეგვეპარა, რომ ეს რაღაცა ლობირება მოხდა ხელოვნურად აი ამ გადასახადების არ გადახდისა და სწორედ აი ეს ბობოლები და დიდი კომერციული გაერთიანებები, სწორედ მათი ასე ვთქვათ, ბჭყალებში დამსახურება იყო, რომ ესე იგი ეს ესტონური მოდელი აი ესეთნაირად თავს მოახდიეს საქართველოს. პრაქტიკულად ის მოწყვლადი დარგი, ასე ვთქვათ, სეგმენტი ქართული წარმოებისა იმის მაგივრად, რომ გამოყოფილიყო ცალკე და ესე იგი დაფინანსებული იყო ყოველგვარი ესე იგი გრანტებით, რაღაცნაირი შეღავათიანი კრედიტებით და საგადასახადო ტვირთი შემცირებული იყო, საგზნურად შემცირებული იყო, ეს არ მოხდა და მოხდა ის, რომ ესე იგი სწორედ დიდი მონოპოლისტები გაანთავისუფლეს სინამდვილეში ასე მოხდა აი ამ მოგების გადასახადიდან და რაღაც შეღავათები მისცეს კიდე ახლა აქ ყველაფერი არ ითქმება. ჩვენ ესე იგი მოვითხოვთ რას, როგორც 10 წლის უკან, ეხლაც მოვითხოვთ იმას, რომ ესე იგი სეგმენტი ქართული წარმოების გამოიყოს, მოხდეს დიფერენცირება, გამოიყოს იმიტომ, რომ შემდეგ მოხდეს ადვილად მენეჯმენტი ქართული საწარმოების, მოიხსენებათ ეს ყველაზე მოწყვლადი დარგია, თქვენ რომ შეხვიდეთ სუპერმარკეტებში, სხვადასხვა ქსელებში, ხომ ნახავთ, რომ რაოდენ დიდი სიმწირეა ქართული პროდუქციის. პრაქტიკულად ქვეყანა რომ დადგეს ფეხზე, უნდა აღორძინდეს წარმოება. წარმოება თუ არ აღდგა, ყველაზე დიდი დამსაქმებელი ყოველთვის არის საწარმო და არა სავაჭრო ფირმა, არა მომსახურების სფერო. საწარმოები რომ იყო, როდესაც საქართველოს იყო ინდუსტრიული, როდესაც საბჭოთა პერიოდს ვიხსენებ მე, მაშინ დასაქმების პრობლემა საქართველოში არ იდგა. და არა მარტო პოსტსაბჭოთა ესე იგი პერიოდისთვის, არამედ დღესაც აქტუალურია ნებისმიერი პატარა თუ დიდი ქვეყანა ცდილობს რომ წარმოება აღორძინოს და წარმოება ფეხზე დააყენოს. ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ ასეთ რამეს, რომ როდესაც წარმოებად იწოდეს ის სუბიექტი, ეკონომიკური სუბიექტი, რომელიც ქმნის პროდუქტს, საქართველოში ქმნის პროდუქტს, რომელსაც გააჩნია სავაჭრო მარკა ამ პროდუქტს, ანუ დასახელება. დასახელება დარეგისტრირებულია როგორც სავაჭრო მარკა. არსებობს ბრენდი, არსებობს თქვა ხდება რეკლამირება მისი და შედის ეს პროდუქტი, გინდა ბითუმად იყიდება, გინდა ქსელებში შედის, უნდა მოხდეს ამ საწარმოების დიფერენცირება ბრუნვისა და თანამშრომლების მიხედვით.
ესე იგი არსებობენ დიდი კომპანიები, თქვა შეიძლება პირობითად დაიყოს, რომ 100 და მეტი თანამშრომლობის მქონე წარმოება ჩაითვალოს დიდ წარმოებად, მსხვილი წარმოებად. მასზე მოხდეს ის ეკონომიკური სტიმულაციები, რასაც იმსახურებს დიდი წარმოება, თქვა საგრძნობლად შემცირდეს საგრძნობლად შემცირდეს მოგების გადასახადი, საშემოსავლოს დაიბერგოს, ესე იგი რაღაც შეღავათიანი პირობებით. 50-დან 100 თანამშრომლის პირობებში და შესაბამისი ბრუნვის პირობებში მოხდეს, ესე იგი გამოყოფა საშუალო სეგმენტის წარმოების. ესე იგი, ვინც ამ საშუალო სეგმენტში მოხდება, მასაც უნდა ქონდეს შესაბამისი შეღავათები. ხლა არ ვიტყვი ამ შეღავათებს და შემდეგ თქვათ შეიძლება რომ ერთი თანამშრომლიდან 50-ის ჩათვლით ვაღიაროთ რომ ეს კომპანიები არიან მცირე წარმოებები უკვე და მცირე წარმოებებს ყველაზე მეტი დახმარება გჭირდება. შეიძლება იმ მცირე წარმოებების ფონზე გამოვყოთ კიდევ ექსპერიმენტალური წარმოებები, რომლებიც ინოვაციებს ფლობენ და რომლებსაც ესე იგი შესაბამისი დახმარება ჭირდებათ, უფრო მეტი და კარგი სასათბურო პირობების შექმნა მათთვის საჭირო. და აი ასეთი გრადაცია უნდა მოხდეს და უნდა მოხდეს შემდეგ აი მათი შემდეგ სატარიფო შეღავათები, საგადასახადო შეღავათები. ნუ გავიხსენოთ ისევ რომ აი სწორედ ის 10 და 10, 3-10-იანი, ესე იგი 10% დგ, 10% მოგება, 10% საშემოსავლო შეიძლება თქვათ ეს მიუყენოთ სწორედ აი მსხვილ წარმოებებს. დიდი ინდუსტრიებს, თქვათ, როგორიც არის, თქვათ, ფერო, როგორიც არის ფოლადის წარმოება, მომავალში ალბათ გვექნება მანქანამშენებლობა განვითარებული და თქვათ, ავტომობილის მშენებლობა, ეს ჩვენი ეროვნული სიამაყე უნდა იყოს ქართული ავტომობილი და ადრე თუ გვიან ალბათ უნდა შევქმნათ ეს წარმოებები, იქნება ნავთობგადამუშავება და საერთოდ მანქანამშენებლობა და ძიმე მრეწველობისთვის, სადაც თქვათ ძალიან დიდი ბრუნვები იქნება მოსალოდნელი, ესე იგი თანამშრომლები 100 და 100-ზე მეტი, ალბათ ზოგადად შეიძლება იყოს 500 და 1000 თანამშრომელიც, მათ ესე იგი ეს შეღავათი შეიძლება, ეს 3-10-იანი შეღავათი შეიძლება გავუკეთოთ. საშუალო სეგმენტის კომპანიებისთვის 50-დან 100-მდე თანამშრომელი სადაც არის, იქ შეიძლება ეს შეღავათები დავწიოთ. შესაბამისად დავწიოთ, თქვათ იყოს 5 და 5%, რომ დადნენ ეს კომპანიები და მცირე წარმოებები და ექსპერიმენტული წარმოებები კიდე ძალიან შეღავათიანად უნდა დაიბეგროს, რომ დადგეს ეს კომპანიების ფეხზე. აი როგორც ინკუბატორში თქვათ, წიწილას ჭირდება უფრო მეტი ყურადღება და მოვლა ვიდრე ეს დასრულ ფრინველს, აი ესეთი მიდგომები თუ არ იქნა ქართული წარმოების მიმართ, ვერასოდეს მე ვიმეორებ ვერ განვითარდება ჩვენი წარმოებები და საწარმოებები. ევროპაში და აზიის ქვეყნებში, იგივე იაპონიაში, სამხრეთ კორეაში ასეთი დიფერენცირებული მიდგომა უკვე არის, მათ უკვე ეს წარმოების ფეხზე დაყენების პერიოდი წარმატებით გაიარეს, მაგრამ აი ესეთი დიფერენცირებული მიდგომები წარმოების შემოსავლებისა და მასში დაკავებული თანამშრომლების რაოდენობის მიხედვით ვრცელდება უკვე არა მარტო წარმოებებზე, არამედ ყველა სუბიექტზე, როგორც მომსახურების სფეროზე, ასევე სავაჭრო სფეროზე, ასევე წარმოებაზე. და მე მიკვირს ახლა ჩვენები რომ ჩადიან ახლა ეკონომიკის სამინისტრო ალბათ მილიარდჯერ იყო ამ 30 წლის განმავლობაში მივლინებული ევროპაში. რატო არ იყენებს აი ამ გრადაციას? ეს არის ნომერ პირველი კანონი, ამის შესახებ ჩვენ ბევრჯერ ესე გავაჟღერეთ, რომ მოხდეს სუბიექტებად დაყოფა, ესე იგი ბრუნვისა და თანამშრომლობის ესე იგი კვალობაზე ქართული ეკონომიკური სუბიექტების და ჩვენ მოვითხოვთ რომ თუ ეს არ არის შესაძლებელი ქართული წარმოება ცალკე მოწყვლად ესე იგი სეგმენტად გამოიყოს, რომელსაც ჭირდება სამთავრობო დიდი თანადგომა და იქ მაინც გავაკეთოთ ეს გრადაციები. აი ეს არის მეგობრებო ჩემი ესე იგი დღევანდელი ინიციატივა მამულიშვილების ჩვენ კიდე საგადასახადო თემას ალბათ არ მოვეშვებით. მოგეხსენებათ, ყველას გვიყვარს კაი ცხოვრება, ჩაცმა, ჭამა, დასვენება, თავის მოვლა, ეს ყველაფერი თანხებთან არის დაკავშირებული და ეს ყველაფერი დაკავშირებულია ქვეყნის სიმდიდრესთან, ქვეყნის ეკონომიკურ სიძლიერესთან. და ყველაფერი ლაპარაკი დარჩება ხმა ღვაწლებისა თუ უდაბნოსა შინა,
თუ ეკონომიკას არ მივხედეთ, თუ ბიზნესს არ მივხედეთ და ბიზნესის მიხედვა და ეკონომიკის მიხედვა რას ნიშნავს? აი ის საგადასახადო კოდექსი, რომელიც არ ვარგა, არაფრად არ ვარგა დღეს, არასახავს რეალობას. აი მას უნდა ჩაუჯდეთ და ყველამ, ესე იგი, უნდა მივხედოთ და რეფორმისტულად უნდა მიუდგეთ და რაღაცა დღეს რომ არის რაღაცა ხისტი ესე იგი დაზიპულ ფაილს ვიძახი მე რომელსაც ესე იგი ძალიან ბევრი ხრელები აქვს და არ პასუხობს დღევანდელ მოთხოვნებს ეს ყველა მუხრი ჩვენ უნდა წავიკითხოთ და ჩვენ რეალობას ესე იგი უნდა შეუსადაგოთ და პირველ რიგში უნდა შეუსადაგოთ ქართული წარმოების ფეხზე ესე იგი დაყენების აი ამ ფენომენს რომელიც უნდა გავაკეთოთ აუცილებლად მთელმა საზოგადოებამ ისე ქვეყანა არ გვექნება განვითარებული ყველაზე დიდი კაპიტალის დამგროვებელი არის სწორედ და დამსაქმებელი არის სწორედ წარმოება და ქვეყანას ვერაზროს ესე იგი ვერ დაუძახებენ განვითარებას თუ მას არ გააჩნიან განვითარებული წარმოება, ინოვაციური წარმოება. ყოველთვის ვიქნებით მესამე, მეოთხე და მეხუთე ესე იგი სეგმენტის ქვეყნებში, სანამ საქართველოს ესე იგი მძლავრი საწარმოებით და ინოვაციური ტექნოლოგიებით და ექსპორტული პროდუქციით არ გავა მსოფლიო ბაზარზე. მანამდე ყველა შეხვედავს როგორც ჩამორჩენილ ქვეყანას, როგორც ესე იგი განვითარებელ ქვეყანას. მე ძალიან გული მწყდება რომ ზოგს არ ესმის ეს თემები და ზოგი ამბობს რომ ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და ვერ დავდგებით განვითარებული ქვეყნების რიგში. აი მე გეტყვი თქვენ რომ თუნდაც ჰონკონგი, თუნდაც იგივე სინგაპური, იგივე შვეიცარია, იგივე დანია, იგივე ჰოლანდია, იგივე ნებისმიერი პატარა ქვეყანა, რომელიც მე ჩამოთვალე და კიდე ბევრი ავსტრია, ეს განვითარებული საწარმოო ქვეყნებია. რომელთაც განვითარებული აქვს სოფლის მეურნეობა, განვითარებული აქვს სუბუქი მრეწველობა, მძიმე მრეწველობა, მანქანათმშენებლობა და აი ხომგეუნებით არა, აი შურის თვალით უყურებ პირადად ამ ქვეყნებს, მაგრამ ამ ქვეყნებში ხომგეუნებით დღე და ღამე მუშაობდა საზოგადოება აი საკანონმდებლო თემაზე. აი როგორც ესე იგი ეკონომიკის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, პარლამენტის ეკონომიკური კომისია და კიდევ აუცილებლად უნდა შეიქმნას ბიზნესის საბჭო მთავრობასთან არსებული, რომელიც სამწუხაროდ არ არსებობს, რომელიც გასცემს ესე იგი კონსულტაციებს ეკონომიკური განვითარების კუთხით. აი ამ ბიზნესის საბჭოში უნდა შევიდნენ მეწარმეები, არა მარტო დიდი მეწარმეები, არამედ მცირე წარმოებები, ინოვაციური წარმოებების გამომგონებლები, რომლებიც რაციონალურ წინადადებებს მიაწოდებენ მთავრობას, მიაწოდებენ პარლამენტის ეკონომიკურ კომისიას, მიაწოდებენ ეკონომიკის სამინისტროს. და ესე ერთბაშად, ესე იგი ერთად ესე იგი ერთნაირი ესე იგი ხელი უნდა ჩავკიდოთ ერთმანეთს და ესეთნაირად უნდა ესე იგი მოუაროთ ამ ჩვენ დარგს, რასაც ქვია ეკონომიკა. მე სიტყვას გადავცემ ბატონ ვაჟას, ბატონ ვაჟა, აი თქვენ მე ვიცი რომ კიდევ გაქვთ ეგეთი ინოვაციური წინადადებები, საზოგადოებრივი მშვილების კუთხით გაქვთ ეს შეთავაზებები და გააჟღერით ნელ-ნელა თუ შეიძლება. კი ბატონო, მივესალმები აუდიტორიას თქვენს ნებართვით და კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამ რომ ჩვენ ქართველები ვართ არა მარტო უბრალო ქართველები, არამედ ვართ დიდი ქართველები და მსოფლიო მოქალაქეები. რაც შეეხება ჩვენ წინადადებას, ჩვენ ამ დღეებში ინტერნეტის საშუალებით გავავრცელეთ ჩვენი წინადადებაც, რომ ჩვენ გვინდა არა მარტო ჩვენი პროექტების გაჟღერება, გახმაურება, არამედ გვინდა რომ შეიქმნას საზოგადოებები. ჩვენი საზოგადოება გარკვეულწილად დაახლოებით 10 წელია ფუნქციონირებს. ახმიანებს სხვა პროექტებს, სხვა წინადადებებს, შეიძლება ის დაგვარად და მოუწოდებთ გარკვეულად პასიურ ეროვნულ მოაზროვნე ეროვნულად გარკვეულად მოღვაწე ქართველებს, რომ ცოტა იაქტიურონ, რადგან დრო ჩვენ საწინააღმდეგოდ მოქმედებს და საქართველოს ძალიან მძიმე დღეში გახლავთ. ოღონდ ჩვენი სააზროვნო და სამოღვაწეო სარბიელი უფრო უნდა გაფართოვდეს და ჩვენ დავიჭიროთ ხელში ასევე გულის ფიცარზე დავიწეროთ ის მაღალი მოწოდება, რომ
უნდა გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა, უნდა დავიცოთ ჩვენი ქვეყანა და უნდა განმავითაროთ ჩვენი ქვეყანა. მთავრობა, მაგრამ თითოეული მოქალაქე, თითოეული ქართველი ამ იდეით უნდა ცხოვრობდეს, ამ იდეით უნდა მოღვაწეობდეს და მაშინ ალბათ შედეგი მეტი იქნება და თუ ასეთ საზოგადოებები ცოტა გააქტიურდებიან, შეიძლება მთლიანად საქართველოს გადარჩენის დაცვისა და განვითარების საბჭოს შექმნა, როგორც ჩვენს დიდ ილია ჭავჭავაძეს ჰქონდა შექმნილი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ქართული ბანკი და ასე საოცარი ნაკვალევი დატოვა მან საქართველოს ისტორიაში, რა თქმა უნდა, ის გენიალური ადამიანი იყო, წმინდანი და უდიდესი მოღვაწე, ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია, რომ მას გავეტოლოთ, მაგრამ თუნდაც 1% მაინც რო გავაკეთოთ ის, რაც მცხონებულმა ჩვენმა უგვირგვინო მეფემ გაუკეთა თავის სამშობლოს, გაუკეთა არა მარტო სამშობლოს, არამედ მსოფლიოსაც, რომ გადაარჩინა საკუთარი დაჩაგრულიერი, გარკვეულად სწორ გზაზე დააყენა, მაგრამ ჩვენს დროშა შეძლების დაგვარად ახლა ისე ხილსეულად, ისე ვაჟკაცურად არ გვიჭირავს და ალბათ სასურველია რომ გამოსორდეს ეს მდგომარეობა. რაც შეეხება ამ გამოსორების გზებს, ჩვენ წინა გადაცემებში მოგახსენეთ რამდენიმე წინადადება და თქვენს ნებართვით მე გავახმოვანებ და დღეს ჩვენ ყავს ასევე ჩვენი ძვირფასი მეგობარი, რომელიც ასევე თავის დამოკიდებულებას და არა მარტო თავის დამოკიდებულებას, არამედ ჩვენ სამეგობროს დამოკიდებულებას გაგაცნობთ, რომელიც წლებია მის გულში, მის სამეგობროში ტრიალებს. ჩვენ ცადეთ წლების განმავლობაში ის გაგვეხმოვანებინა ეს დამოკიდებულება და მიგოჩნია, რომ ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ერი და არა მარტო ჩვენი პირველ რიგში უნდა ემსახურებოდეს მარადიულობას, მერე ეროვნულ პრობლემებს და მერე რა თქმა უნდა სახელმწიფოებრივ საზოგადოებრივ პრობლემებს. აი ეს საზომები, ეს საწყაო რომ არეული გვაქვს ჩვენ, ალბათ წინააღმდეგობების და ბრკოლებები რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, სწორედ ამის გამოა, რადგან თუ მსოფლიოსაც გადავხედავთ, ჩვენ არაერთ გზის გაგვიხმოვანებია როგორც ამ ეკრანიდან, ასევე სხვა ეკრანებიდან თუ ჩვენი პირადი ტელევიზიიდან, რომელსაც ჩვენ დიდგორის ტელევიზიას ვეძახით, Facebook ტელევიზიას, რომ პირველ ამოცან ადამიანს გახლავთ მისი სულიერი გადარჩენა და შემდგომ რა თქმა უნდა ყველა სხვა ამოცანა იქნება ეს ეროვნული, სახელმწიფო საზოგადოებრივი თუ მიმდინარე ყოველდღიური ამოცანა. ამიტომ თქვენს ნებართვით მე მცირე ხნით კიდევ მოგახსენებ და მე შევეცდები რომ ჩვენს მეგობარს ცოტა მეტი დრო დაუთმოთ, რათა გაგაცნოთ თავის დამოკიდებულება, რომელსაც რა თქმა უნდა ჩვენც ვიზიარებთ, ხარში ვდგევართ და ერთობლივად ვცდილობთ რომ მოგაწოდოთ თქვენც და მიოწოდოთ თელს ქართულ საზოგადოებას და არა მარტო ქართულ საზოგადოებას, თუ სხვა მართლმადიდებლური სახელმწიფოებიც აიტაცებენ ამ იდეას, ძალიან ჩვენის გადმოსახედი მდგომარეობიდან ძალიან სასარგებლო იქნება როგორც სულისხოვნებისათვის, ასევე სახელმწიფო წინსვლისა და პროგრესისათვის. ეხლა მე რატომ ვაცხადებ, რომ საჭიროა კიდევ ჩვენი გაცხადებული პროექტების ხაზგასმა, ეს გახლავთ ბინაჩვენებლობა. ჩვენ თქვით, რომ ვართ საშინელ დღეში, წამოყენეთ წინადადები სხვადასხვა საბინაო პროექტების გადაჭრის გზების, მაგრამ კიდევ ერთხელ მიმართავ სხვადასხვა ეროვნულ საზოგადოებებს, სხვადასხვა ეროვნულ ჯგუფებს, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს და ძალიან მისამნებელია, რომ ეს იდეა ნელა ფეხს იკიდებს და რამდენიმე ორგანიზაციამ დამოუკიდებლად ეს გააჟღერა, მაგრამ ჩვენ ვითხოვთ თუ შესაძლებელია, რა თქმა უნდა, სახელმწიფო თავის მხრივ ალბათ აფიქსდება, რომ ეს პრობლემა მას რაც დამოუკიდებელია საქართველო ისე არ აწუხებდა, როგორც
საჭიროა და სწორედ ამის გამო იცლება ერთ-ერთი ძირითადი არხი ჩვენი ქვეყნის დაცლისა გახლავთ სწორედ უბინაობა და ამ საკითხის მოუგვარებლობა ჩვენს თავისუფალ საქართველოში. ამიტომ გთავაზობთ კიდევ ერთხელ რომ უბინაობაზე ვიფიქროთ არა მხოლოდ შიდა პრობლემები და გამომდინარე, არამედ გარემცხოვრები ქართველების საკითხების მოგვარებიდან გამომდინარეც და შეიქმნას სასწრაფოდ ყველა თავისი კუთხით შექმნას თუ შეიძლება ეს 5 წლიანი გეგმა, რომ ჩვენ გვაქვს შანსი, რომ 5 წელიწადში გადავჭრათ ეს უბინაობის პრობლემა, დაწყებული ახალშიფრილი ოჯახებიდან, მრავალშვილიანი ოჯახებიდან, ხელმოკლე ოჯახებიდან და სხვა დამსახურებული პენსიონერი იქნება, ომის ვეტერანი თუ სხვა. ეს ერთი წინდება. მეორე წინდება დასაქმება. აქაც გთავაზობთ, რომ ისევ მოდით ვისარგებლოთ, რაგით მე ხო თვითონ კომუნისტური პერიოდის წარმოუდგენელი გახლავთ, ჩემი თაობა, მეც პიროვნულად. მეორე გახლავთ იმპორტ ჩანაცვლებას პლუს ჩვენი ეკონომიკის აღორძინების გეგმა. რადგან კი ჩვენ ვაცხადებთ ტელევიზიიდან, რომ არის აღორძინებული ჩვენი ეკონომიკა. არავინ რა თქმა უნდა არავინ არ გამოვიდა, არ იტყვის რომ ახლა როგორც იყო საქართველოს 20 ან 10 წლის უკან ისე მდგომარეობაში, ნამდვილად არ არის მდგომარეობაში. თუ გავალთ ჩვენს ქალაქებში და სოფლიოში დავინახოთ რომ საკმაო პროგრესია, მაგრამ ეს პროგრესი ვიზე ნაწილდება, როგორ ნაწილდება და არის თუ არა ის საყოველთაო სოციალური სიკეთე თითოეული ქართველისა და თითოეული მოქალაქისათვის. არ არის. ამიტომაც ჩვენ და არა მარტო ჩვენ, მე მოგახსენეთ წინაზე რამდენიმე გზის და ჩვენმა მეგობრებმა, ვინც ამ იდეას ვაშღერებდით, რომ მაგალითად ბატონი მალხაზ გულაშვილის ტელევიზიაში ხშირად ჟღერდება ეს საკითხები, ასევე ხშირად ჟღერდება თვითონ სალტეში, ცალკე ტელევიზია სალტეში. იმპორტ ჩანაცვლების პრობლემები დამუშავებული აქვს მაგ სხვა პროექტები და ჩვენ ამ პროექტებს დავუმატებდით ერთს ისევ შემოგთავაზებდით ჩვენი ჯგუფის სახელით, საზოგადოებრივი მამულიშვილების სახელით, რომ აქაც გავაკეთეთ 5 წლიანი გეგმა, როგორ აღორძინდეს თითოეული დიდი სოფელი თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, რა სასოფლო საწარმო ან მეურნეობა შეიძლება იქ შეიქმნას, რათა დასაქმდეს იქ ადგილობრივი მოსახლეობა, დასაქმდეს ახალგაზრდობა უპირველესად და შემდგომ ამ სასოფლო სამეურნეო პროდუქციიდან იქნება ეს სამიწათმოქმედო კულტურების პროდუქცია, თუ მეცხოველეობის პროდუქცია, ან მეთევზეობის მეურნეობიდან გამომდინარე და სხვა, თუნდაც მეფუტკრეობა შეიქმნება საფეხურ გადამუშავებითი მრეწველობა. ახლა რაც შეეხება იმ საოცნებო მაღალტექნოლოგიურ საწარმოებს, რომელიც რა თქმა უნდა ყველა თანამედროვე ქვეყანას ჭირდება და მე გულის ტკივილით აღნიშნა, რომ Coca-Cola მოგეხსენებათ არის ერთ-ერთი უმსხვილესი კორპორაცია მსოფლიოში. და ასევე უმსხვილესი კორპორაცია იყო ლაღიძის წყლები საბჭოთა პერიოდში. თქვენ გახსოვთ მსოფლიოს პირველმა პოლიტიკოსმა სტალინმა როგორ გაატანა ამერიკის პრეზიდენტ რუზველტს, რომელიც აღფრთოვანებული იყო ლაღიძის წყლებით. ანუ სად არის ლაღიძის წყლები? ანუ ამ მსოფლიო კორპორაციებმა თბილი წყლების კორპორაციებმა ჩაახშეს, როგორც ჩვენი ქართული ჩაი გაანადგურეს, ესე გაანადგურეს ლაღიძის წყლები, რომელიც თელ საბჭოთა კავშირში კი არა, თელ სოფლიოში იყო ცნობილი და რომელიც ასაქმებდა ალბათ ათეულათესობით ჩვენს თანამემამულეს. თანაც ეს გახლავთ ბუნებრივი კომპონენტებისგან შემდგარი სასმელი წყალი, რომელიც იყო არა მარტო სახელოვანი თელ საბჭოთა კავშირში, არამედ ძალიან სასარგებლოც. იგივე შემიძლია გითხრათ საოცარ გამოგონებაზე ბიორაგი რომ გახლავთ. ახლა გვარი არ მახსენდება დიდი მეცნიერია, კომპოზიტორიც გახლავთ ის ადამიანი, რომლის გამოგონება ასიყენებს სოფლიოს ყველა დიდი ქვეყანა, რომელიც სასოფლო სამეურნეო კუთხით მოსავლიანობის გაზდას ემსახურება, მაგრამ საქართველოში ის სახელმწიფო დონეზე ვერასოდეს ვერ ავიდა. თუმცა ჩვენ ახლა მაინც თუ დავფიქრდებით, რომ შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენი გენიალური მეცნიერები, რომლებიც
ჭრილში ყავს, რომლებსაც შეუძლიათ არა მარტო მაღალი ტექნოლოგიების გამოგონებიდან გამომდინარე სხვა წარმატებების შემოთავაზონ, არამედ უპირველესად ჯერ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გამრავალფეროვნების და რაოდენობის გაზრდის სხვა მეთოდიკი შემოგვთავაზო. ამიტომ სასწრაფოდ გთხოვთ ყველას, ვისაც საშუალება გაქვთ, რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან მცირე ჯგუფი ვართ, თავებოლო 10 კაცი ალბათ, რომ დავთვალოთ აქტიური, შეიმუშავოთ ეს იდეები და თუ მთავრობას არ აწყობს ჩვენ შევქმნათ ეს პროექტები და შემდგომ შევთავაზოთ დაინტერესებულ პირებს, როგორც ჩვენთან, ასევე საზღვაო ცხოვრობ ქართველებს, ან თუნდაც უცხოელ ინვესტორებს, რომელსაც ეს დაინტერესებს და ნელ-ნელა დავიწყოთ სოფლის მეურნეობის აღორძინება. სოფელი ცარიელდება, ამას უკვე მთავრობას თვითონაც შენიშნავს და მთავრობას თავი დავანება, მთავრობა თავისას აკეთებს, ან ვერ აკეთებს. ჩვენ ვართ პასიურები, ჩვენ გვეკუთვნის ამ მთავრობის არჩევაც, გადარჩევაც, ყველაფერი. ჩვენ არ ვაცხადოთ რაღაც პოლიტიკურ პრეტენზიებს, რადგან არ ვართ პოლიტიკური ორგანიზაცია, ვართ ჩვეულებრივი ქვეყანას მოფიქრელთა ორგანიზაცია, რომელსაც სურს, რომ თავისი ქვეყანა, თავის შვილების, შვილიშვილების და მომავლის ქვეყანა უფრო გამართული და წყობში ჩამდგარი იხილოს. აი ეს ორი ხუთწლიანი გეგმა პირობითად ხუთწლიანი გეგმა, რადგან ჩვენ მიჩვეული ვართ და გვახსოვს, რომ საკმაოდ ბევრი წარმატებები იყო ამ ხუთწლიან გეგმებთან დაკავშირებული, ანუ ბინაჩვენებლობის და სოფლის აღორძინების გეგმას გთავაზობთ. დანარჩენი ხლა ჩვენს მეგობარს გადავცემე სიტყვას, რომელიც სწორედ იმ არადიულ პრობლემებზე, იმ სულიერებაზე მოგახსენებთ. ჩვენი მეგობარი გახლავთ ტელევიზიაში საკმაოდ ცნობილი ბატონია. ხშირად გამოდის, მაგრამ მეც არ გიდგენთ, როგორც წინაპართა გზის ერთ-ერთ დამფუძნებელს და დიდებული იდეის ავტორს, ერთ-ერთ თანაავტორს, ბატონ გიორგი კოპატაძეს, რომელიც მოგახსენებთ თავის პოზიციას სხვა მრავალ საჭიროებათა საკითხებზე, რომელიც სულიერებიდან გამომდინარე ჩვენს ერს სჭირდება. ბატონო გიორგი, გისმენთ? მადლობა ბატონო ვაჟა, მივესალმებით ობიექტივის მსმენელსა და მაყურებელს, დიდი მადლობა ობიექტივის ხელმძღვანელობას და არასამთავრობოებს გამიღო კარი თავის სტუდიაში ჩვენი იდეების და აზრების გასაჭრელად და თქვენი სევათქვით მინდა შევეხო თემათ ალბათ, რომელიც დღეს ყველაზე აქტუალურია ჩვენი ერისათვის. ეს არის ერის ერთიანობის საკითხი. ანუ თემა სიღრმისეულია, შეიძლება მას 20 წუთი 15 წუთი არ იყოს, მაგრამ რამდენადაც შევძლებთ, იმდენად შემიძლია რომ გადმოგცეთ შემოგეთილებო ეს ყველივე. დაიწყო დიდი მარხვა ამასთან ერთად და ყველას საქართველოს უფალმა მოუწეს, რომ მარხვა სინანულისა და აღდგომა სიხარულისა შემოგეთილებო. მოკლედ დღევანდელ სოფლიო პოლიტიკურ სიტუაციაში, როდესაც სიტუაცია უაღრესად დაძაბულია, ადგილზეა ფაქცია, სახეზია საერთაშორისო ყველა ნორმების და კანონების უგუნებელყოფა, სახეზია საგანგებოდ შეფუთული დემოკრატიული პროცესების და მმართველობების კრახები ნელ-ნელა რაღაცნაირი სახეზია გვაქვს ეპიდემიოლოგიური საშიშროება კაცობრიობის წინაშე და ზესახელმწიფოების დაპირისპირება ატომური სახელმწიფოების, რომელნაც ჯვარისწერია სამყაროს და არავინ არ იცის რა იქნება და როგორ იქნება, თუ მაგათ შორის სამეური მოხდა, ჩვენაირ პატარა ქვეყანა და ჩვენაირ პატარა ერს სასიცოცხლოდ ესაჭიროება შინაგანი სიმყიცე და ერთიანობა. მიუხედავად აი გავლილი ყველა პერიოდისა 1000 პოლიტიკური პარტიის, 1000 პოლიტიკური მოღვაწეებისა, არ იქნა და არ დაალაგდა ეს ქვეყანა და ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩათვლის ვერავინ, რომ საქართველოს დღეს არის სტაბილურად და ერთმანეთს შეკრული ქვეყანა და სახელმწიფო. ერის ნაწილი გაყოფილია მედასავლეთებად, მეორე ნაწილი აქეთკენ მეორე ორიენტაციის არის, პლუს ის კიდე არ იცი 1000 LGBT რაღაც მაგდაგვარი ზნეობა და მსოფლმხედველობა და მოკლედ ვადგივართ გზაზე თვითონ ვერ გებოლობ და ძალიან რთული პროცესებია მთლიან საქართველოში. ჩვენ ჩემს ამაგობრომ ჩვენ ერთად მაგრამ ჩვენ ბატონებთან ერთად აქ რომელიც გამოვიდნენ ტელევიზორზე, ყველამ ეს გავაანალიზეთ, შევხედეთ, გადავავლეთ თვალი ყველაფერს და აი საქართველოს ყველა უბედურების მიზეზი, რაც 35 წელიწადია ჩვენს ალზე ტრიალებს,
ეს არის იმ ძალის უგუნებელყოფა და იმ ძალის უკან გადაწევა ამ ქვეყნის ხორებული დღისესრიგიდან, რომელმა პროცესებმაც მოიყვანა, რომელმა ძალამაც მოიყვანა საქართველოს დღემდე. საქართველოს დღემდე მოვიდა მართლმადიდებლური ქრისტიანული სულით. ქვეყნის აი თავისუფლების მოპოვებიდან, იმ წინა პროცესებიდან არავინ არაფერს არ ეკითხება დედა ეკლესიას, რომელიც ღვთიური სიზნით არის აბსოლუტურად განშერებული და აღჭურვილი. ერთადერთი ეკლესია მსოფლიოში, რომელიც ვერ გაყვეს, ვერ გაჩიხლეს და არასდროს სქიზმაში და რაღაც მწვანებლობაში არ ჩავარდნილა ჩემოგეთილებო. და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ყველაფერი ამ უბედურების მიზეზი, რაც ჩვენ თავზე გაიარა 55 წელს ის ომები, უბედურებები, ზვათამკლელი ომები და ყველაფერი. ჩვენ ამის შესახებ 10 წლის უკან გამოვაქვეყნეთ საგაზეთო სტატიები ქონდა ახალ თაობაში, ლიტერატურულ საქართველოში და ეს ყველაფერი მოახერხეთ საუბედუროთ ეს ჩვენთვის ტელესივრცე აბსოლუტურად დახურული აღმოჩნდა და მადლობა სამეფო არხს და მადლობა ობიექტივის ტელევიზიას რომ გაგიხსნეს ეს კარი. გვეძლევა საშუალება იმ ჩვენი Facebook ტელევიზიის დიდგორის გარდა, სადაც წარმარაგ შლიდან და რაღაც ესეთებს გავდიოდით, რომ ეს აზრი გავაჟღეროთ და გავხადოთ ფართო განსაჯელი ერისათვის. და თავის დროზე ეს ყველაფერი ჩვენ აი ესე ხელიდან ხელში მიუტანეთ, წავაკითხეთ ჩვენი ერის საამაყო შვილებს და განათლებულ ხალხს და იცი ინტელიგენტებს, ერისას და ბერისას სავარელ ადამიანებს. დაწყებული მაშინდელი აკადემიის პრეზიდენტი ბატონი გიორგი კვესიტანინა, როინ მეტრეველი, ელიზბარ ჯაველიძეს, გიორგი შუბლაძეს, გურამ ლორქიფანიძეს, გიორგი კვესიტაძეს, ავთოს ოსკოლაურს, ვარდოსაიძეს, გიორგი 99 ღმერთმა გონელი არახამია, ვახტანგურული და ნუ არ ვიცი, არ დაჩეილა, ანზორ ერქომაიშვილის, ჯემალ ჭკუასას, ყველას საკითხული აქვს. ჩვენ დიდ პოეტებს, ერეკლეს აღლიდან, ტარიელ ხარხირაულ, ვაჟა ეგრისელს და ბევრს არის მამულიშვილებს თუ კი ვინმე საქართველოში ვიზედაც შეიძლება ეს სიტყვა ითქვას, თითქმის ყველას საკითხული აქვს და ყველას ეს იდეა შესიზღვრცებული აქვს ჩემოგეთილებო. ეხლა რა მომენტია, გეტყვით, აი ის მოდელი, ჩვენი სახელმწიფოებრივი მოდელი, რომელიც ჩვენ დღემდე მოყვება და ის კონსტიტუცია, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს, არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ჩვენი ერი დასტაბილურდეს და აი მოიქცეს ერთ სივრცეში და ერთ მუშტად იყოს შეკრილი. აი ზუსტად იმის ბრალია ჩვენი დაგსაქსულობის, ჩვენი უბედურების ყველაფერის ეს გარეჯი რო დაიკარგა. წარმოიდგინეთ ოჯახი, არეული, რომელსაც ყველა ცალ-ცალკე ეკაჩება და აი ესეთი პროცესები მიდის ოჯახში. მის ყველას უზნეოდა რაღაც ესეთი ადამიანის თავში ხელსამოსატმელი გახდება მეზობლის და ამბავის. ხო და აი ეს არის ზუსტად ის ჩვენი შინაურაული აშლილობა და ჩვენ რო ერთ პოლიტიკაზე არ ვდგივართ ქართველები, ნაწილი ქართველები ამბობს რომ გარეჯი ჩვენი არ იყო, ნაწილი ამბობს თელიო 260 პარტია გვაქვს საქართველოში, რომელიც ყველა იძახის, რომ აი არა ჩვენი აზრია ესეთი, არა ჩვენი აზრია ესეთი და მათ შორის თუ რამოდენიმე გამოირჩევა ნამდვილად ჭეშმარიტი სუსტად მამულიშვილური აზრებით შემოგეთილო და ფიქრებით. აი აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ ეს ჩვენი კონსტიტუცია, რომელშიც ერთგან არის მარტო ხაზგასმული რაღაც დიდი დამსახურება ჩვენი დედა ეკლესიის არ შეეთვისება ქართველი ერის სულიერ ცნობიერებას, ფასეულობებს, ტრადიციებს და ადაც და ყველაფერს ამას დღემდე მოგვიტანა. ჩვენი ერისთვის საუკუნეებიდან დღემდე ყველაზე უმთავრესი ამან მოგვიყვანა ჩვენ და გადაგვარჩინეს პატარა ერი დღემდე იყო ის, რომ ქართველობა მთლიანად მიხვდა ჩვენი ერი, რომ რა იყო ამ სამყაროში მათი არსებობის მთავარი მიზანი, ადამიანის მთავარი მოვლენების დანიშნულება და ფიქრი უბრალოდ თავარი მიზანი ადამიანის და ნებისმიერი პლანეტაზე დაბადებული ადამიანი მარადისობაზე ფიქრი და ცხოვრება ზუსტად რომ აი ქართველმა კაცმა ზუსტად ჩამოაყალიბა ერთ სიტყვაში ის რა არის ჩვენი ამ ქვეყნიური ყოფის აზრი და არსი. წუთი სოფელი ასე ქვია ამ ყველაფერს შემოგეთილებო და აი იმ მარადისობაზე ფიქრის სამზადისის გულისთვის ზუსტად ქრისტეს სარწმუნოების გულისთვის გაეკრა ჯვარს მთელი საქართველო. და ეს იყო ყველაფერი და აი ეს მუხტი და აი ეს არის ყველაფერი გადმოსატანი ჩვენ დღევანდელ ყოფაში და ჩვენ მდგომარეობაში. ჩვენ რომ ეს ყველაფერი ასახული უნდა იყოს ზუსტად ჩვენ კონსტიტუციაში და ჩვენ თავარ საზრისში და აზროვნებაში. და აი ეს ზუსტად რომ ამ ჩვენი დედა ეკლესიის როლის გაუთვალისწინებლობა აი ეს ყველაფერი რომ არ იქნა გათვალისწინებული იმ პირველი ჩვენი ხელისუფალიდან მეორედან მესამედან მეოთხედან აი მამ მიგვიყვანა ზუსტად ამ ქაოსამდე და ზუსტად ამ ყველაფერი სიტუაციამდე. საქართველოს ეს არის ქვეყანა, სადაც ისტორიულად აი
წარმოიდგინეთ 3 სამეფო და 4 სამთავროდ დაყოფილი, 5 სამთავროდ დაყოფილი იყო კიდევ საქართველოს. იმის მაგერად რომ ერთ მუშტად შეგრულიყავით, როგორც იყო ის ისტორიულად რომ აი ისტორიულად არა ჩვენ სასკოლო წიგნებში ისწავლებოდა მამა რომ გადიოდა ამ ქვეყნიდან და შვილებს დაუბარა ისრების მაგალითი რომ ერთად რომ შეგრად ეს ერთად იყავითო და პირიქით ამის საწინააღმდეგოდ იქცეოდა ზუსტად ქართველების ნაწილი და საუკუნეების მანძილზე უმრავი სისხლი ვარ დაღვრილი ერთმანეთთან და თუ რამე უბედურება გჭირს ეს არავის არ დავაბრალოთ ეს არის ჩვენი ბრალი ჩვენი ბრალია აბსოლუტურად არავის და ჩვენი უღმრთობის და ღვთიდან გადახვევის ბრალია აქედან გამომდინარე ჩემო გეთილება უბრალოდ მასალა დიდია და მე შეიძლება ცოტა ვერ ჩამოაყალიბო ისე ყველაფერი მაგრამ ყველაფერს ვეცდები რომ ზუსტად გამოსცენ და გითხრათ უნდა დაფიქრდეს ერი და ბერი და დრო არ იმაზე რომ ამ დედა ეკლესია ჩვენსაც ჰქონდეს განსაკუთრებული სტატუსი ქვეყნის მართლობაში და ქვეყნის ყოფაში და ეს ჩვენ გვესახება იმით რომ აი საკანონმდებლო სივრცეში უნდა ჰქონდეს ეკლესიას ვეტოს გამოყენების უფლება არა თუ ის რომ ეკლესია ყველაფერს მართლაც დაგეთებს მაგრამ არის კანონები არის აი ნებისმიერი კანონი რომელიც ნებისმიერი მოქმედებას და კანონის არის ღვთისთვის სათნო არ არის ღვთისთვის სათნო აი რამდენი უნდა დავასახელოთ ამის მაგალითად დღეს ყველაზე აქტუალური აი ქართული მიწების გადაცემა უცხო ქვეყნის ქვეყანდა უცხო მოქალაქეებს კი ბატონო აი რამდენჯერ თქვა ჩვენო პატრიარქმა და გამეორებულია და ყველა მის გაშღრებული რომ არავის არ აქვს გაცეს საქართველოს მიწა და გადაცეს ის ვინმეს არც მეფეს არც პატრიარქს არც ნებისმიერი თანამდებობის არჩეული თანამდებობის მეთომეტე მაგრამ ეს სიტყვა ჯება ხავ გადაბლესა უდაბნოსა შინა და აქედან გამომდინარე ერი უნდა დაფიქრდეთ ამაზე რომ აი თუ არის ჩვენთვის აქტუალური თუ არის ეს ჩვენთვის სასიცოცხლო ეს არის მთლიანად ერის გადასაწყვეტი და ის რო თქვათ ეხლა ჩვენ ამით გადაუხვევთ რაღაცა პრინციპებიდან და როგორც ესე და ეს როგორ შეიძლება და სათყოფილა და ჩვენ გვაქვს ჩვენი ისტორია ბატონო სხვა ერებს აქვს სხვა ისტორია იმად ისინი არიან 30 50 100 მილიონი ჩვენ ვართ სულ 3 მილიონი ქართველი მეტი არა ვართ ამდენი საუბარი ლაპარაკობთ დღეს 3 მილიონზე მეტი ქართველი საქართველოში არ იძებნება ხო და აქედან გამომდინარე ჩემო გეთილებო ჩვენ უნდა გადარჩენთ და გადარჩენა მარტო და ერის გაერთიანება შეიძლება დედა ეკლესიის გარშემო თუ ეკლესიას ეს ექნება ეს კანონმდებლობით მინიჭებული უფლება კონსტიტუციით მაშინ ის ზუსტად ჩვენ ავწევოდით 1000 უბედურ პროცესს და პლუს კიდე ამასთან ერთად საომარი ოპერაციები არ შეიძლება წარიმართოს ეკლესიის ნებართვის და თანხმობის გარეშე აი ეკლესიის და პატრიარქის არავინ არ ჩაუყენებია ის საქმის ყურში აფხაზეთის იმ 92 წლის ამბებში 2008 წლის ამბებში და ყველგან დამარცხდა და ყველგან გამოვიდა დამარცხებული და უამრავი მსხვერპლი უამრავი უბედურება და უამრავი არც საშინელება მივიღეთ აქედან ჩვენმა ერთმანეთმა მთელი საქართველოს და ეს არის ზუსტად გამსაზღვრელი და ყველაფერი მთელი ქრისტიანული ჩვენი ცხოვრება ერის ცხოვრება უნდა იყოს ზუსტად იმ ქრისტიანულ ზნეობაზე და ქრისტიანულ დოგმატებზე და ქრისტიანულ სულზე თავიდან ბოლომდე და აი კონსტიტუციას უნდა იყოს ზუსტად ამ შესატყვისობაში მოყვანილი აქედან გამომდინარე ეს შეიძლება ჩათვალოთ უცხოა რაღაც ესეთია მაგრამ აი არის ქვეყნები ბატონო ჯერ ესეთი აი ვენეციის კომისია სადაც ჩვენებს თანამედროვე ჩვენ პოლიტიკურ სპექტრს გადმოახშირათ რომ ვენეციის კომისია ესეთი არ შეესაბამება ვენეციის კომისიას იმ ვენეციის კომისიის სარეკომენდაციო მითითებებში ზუსტად არის აღნიშნული რომ ერის კონსტიტუცია ისტორიული წარსულის გათვალისწინებით უნდა დგებოდეს საქართველოს ძლიერი იყო ზუსტად მაშინ როდესაც მეფე და სამეფო ხელისუფლება და ის ერისთავები ეკითხებოდნენ ას საბოლოო გადაწყვეტილებას ეკლესიას ასე იყო წმინდა დიდი მეფე თამარი მისი სიტყვები ჩაწერილია აღარ მოიყვან გამეორებია ბერძელა ძალიან ცნობილი ასე იყო წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი და აი ესეთი მეფეების ხელში იყო ზუსტად ძლიერი საქართველოს იყვნენ საქართველოს ისტორიაში მეფეები ყველთმამ და ნათელი დაუნგრიროს მაგრამ ესეთი სამარცხინო და ესეთი საქციელებია ჩადენილი არ არსებობს არიანტი იმათ რომ ოდნავ შეხება ქონდათ ეკლესიასთან და პატრიარქთან და სასულიერო დასთან აი მას არ შეიდანდნენ აი ეს მაგალითი უამრავია და არ მინდა უბრალოდ დავასახელო ეს ყველაფერი აი ეს მინდა რომ გამოვიტანოთ და ეს დაუდოთ ეს განსახილველი და წინ კონდეს ეს სახელმწიფო და საფიქრად ეს ყველაფერი საუკუნე ნახევარია ორი საუკუნეა თითქმის საქართველოს ამ დაგსახსულობიდან ამ დაპირისპირებიდან ვერ გამოდის ერთი პოლიტიკური პარტია მეორე პოლიტიკური პარტიას უპირისპირდება პიროვნებები უბოდერობები დაპირისპირება ქუჩაში ახალგაზრდობის კვლელებები ეს ყველაფერი ქრისტიანული სულის ნაკლებობის ბრალია და ერთობის განცდა არ აქვს ერთობის განცდა აქვს მაშინ როცა ჩვენი ამ ფეხბურთის გუნდი იგებს ან რაღაც მასეთი ხდება დანარჩენი დაგსახსულები და ყველა არ ვიცით მე ვარ და ჩემი ნაბადი ესენაირ გამოძახილში ვარ შემოდო
დღევანდელი სიტუაცია ზუსტად დააგავს აი იმ სიტუაციას, რაც იყო დაახლოებით 100 წლის უკან საქართველოში. საქართველოს წმინდა პატრიარქი მოძამე წმინდა პატრიარქი კირიონ მეორე დაბრუნებული გადასახლებიდან, როცა ის საქართველოში დაბრუნდა, საქართველოს სიტუაციაში გაერკვა რა, მაშინდელში რა ხდებოდა საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში. გულისკივილის წერდა და ეხლა წაგიკითხა ზუსტად ამ სიტყვებს. 20 წელი დაშორებული ვიყავი სამშობლოს შორიდან, თვალყურს გადევნებდი. ვფიქრობდი, რომ ამ ხნის განმავლობაში თქვენ საკმაოდ შეიგენით საქვეყნო მოვალეობა, მაგრამ ახლა ვწუნდები, უფრო დაქვეითებულ ხართ და დაგსასულ ხართ. თუ ხელახლა დაებადებით, თორემ სხვაფრით თქვენი გამობრუნება შეუძლებელია. აი ესეთი სიტუაცია იყო მაშინ და ფაქტურად ესეთი სიტუაციაა დღესაც. არც ხდება არც კონსერვატული ძალების და არც აი როგორ გითხრათ ამ ძალების კონსოლიდაცია. მაბადიოს ყველას პატივს, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ყველას უნდა პირველობა ამ პატარა საქართველოში და საქართველოს ისეთი პატარა სივრცეა, ჩემო მეგობრებო, აქ პირველობის დრო აღარ აქვს. ჩვენ მივდივართ, აი არ ვიცი, რაღაც თავდაღმართში მივდივართ, ისე თავდაღმართში, თუ თავდაღმართი არ გაჩერდა, უფლის ხელში ვართ, მთლიანად აი ალბათ მინდობილი თუ ის თუ გადავარჩენს, თორემ ჩვენც რაღაცა უნდა ვქნათ და რაღაც გზას უნდა დავადგეთ, თორემ სხვანაირად გამოსავალი არ აქვს. თუ ერთმანეთში ერთობა არ გამოძებნეთ, თუ ერთმანეთში სიყვარული არ გამოძებნეთ და ბავშვობიდან ჩვენ მომავალ თაობას სიყვარული არ ვასწავლეთ, ნელ-ნელა ვეშვებით კატასტროფისაკენ. ყველა კუთხიდან და ყველა ასპექტიდან. ეს არის მდგომარეობა, ჩემო ბატონებო და დაწყებიდან, სკოლებიდან, სულ ყველაფერი აი ესეთი ქრისტიანული სულით უნდა აღზარდოთ ჩვენი მომავალი თაობა და უნდა ხელი შევუწყოთ იმათ, რომ ქართველი იზრდებოდეს ქართველის სიყვარულში. ეს უნდა იწყებოდეს ოჯახიდან, უნდა იწყებოდეს სკოლიდან, თავიდან ბოლომდე და აი ესეთნაირად უნდა იყოს შემოკეთილება. ეს არის ფიქრი და აზრი და აი იქიდან გადავჩებით ამ უბედურ შემთხვევებს. ორი დღეა ტელევიზორზე ეხლა ტრიალობს ის ახალგაზრდების კლუბები, კვარაცხელიასი, იმ ახალგაზრდა ბიჭის ეხლა გარდაიცვალა თემქაზე მოკლეს გივალიანი კი ბატონო საშინელება თანატოლები ისე კლავენ ერთმანეთს რომ აი როგორც არ ვიცი რა როგორც ზოგი ადამიანმა შეიძლება ისე ქათამიდაზე წილი ვერ მოკლას თავის სახში სტუმარი რომ მოვიდეს და აი აქედან გამომდინარე უნდა დაფიქრდეთ რომ მთელი ერი და ბერი გაერთიანდეს ქრისტიანული საზღვრები და ჩვენი ეკლესიის გარშემო ჩვენ მეტი გამოსავალი მეტი გზა გაერთიანების და წინსვლის არ გაგვაჩნია სანამ ვიქნებით დაგსაქსულები და სანამ ესე პარტია მე ვარ და ჩემ გარშემო იყოს ყველანი ჩვენი საშველი არ იქნება აი ეს მომინდია ერისთვის განსაჯელად დიდი მადლობა ობიექტივის ტელევიზიას და დანარჩენი ვიფიქროთ და განვიხილოთ შემოგვიგო ერთად და სიყვარულით გაიხარეთ და მადლობა დიდი დიდი მადლობა ბატონო გიორგი და მეც როგორც ჩვენს მეგობრის ამ დიდ გულისკვილს ვერთები და ჩვენც არაერთხელ გავაჟღერეთ იმიტომ რომ ქართულ ტივიშიც რამდენიმე გზის განვიხილეთ ეს საკითხი ვეტოს უფლება მეც ამოვაყენე რამდენიმე გზის აქ მოგვიწია საუბარში და ისევ უნდა შევთანხმდეთ ერთ რამეზე რომ ადამიანი არის ბოდიში მოაზროვნე არსება თუ ჩვენ არ ვიაზროვნებთ და არ დავალაგებთ ჩვენ ცხოვრებას მარადიული აზროვნების ჩარჩოში რა თქმა უნდა შევრჩებით ან შუა ნაწილის ან და სულ ქვედა ნაწილის მხოლოდ ქვეყნიური პრობლემების ჭრილში აქედან გამომდინარე დღევანდელ ქართულ და მსოფლიო პოლიტიკას თუ შევხედავთ წეგანაც საწყისად მოგახსენებთ თქვენ რომ საუბარი არის მხოლოდ ეკონომიურ ან სახელმწიფოებრივ შენობების ჭრილზე. ის რომ ჩვენ ყველანი უფლისშვილები ვართ, ის რომ უფლისთვის ყველანი ერთია იქ მნიშვნელობა რა ამერიკელია, ჩინელია, ინდოელია, თუ ქართველია და მე ჩამოდივარ ჩვენ რასებიდან ჩამოდივართ ეროვნულ ცნობიერებაზე და რაგი ჩვენმა ერმა და ჩვენი ერის სახის მიმცემი არის მართლმადიდებლობა, ქრისტიანობა თუ ჩვენ გვინდა რომ დავკავშირდეთ ისევ შემოქმედს ან უფალს უნდა მივდიოთ უფლის უდიადეს ცნებებს ან უფლის სიყვარულს, მოყვასის სიყვარულს და სხვა იქ 9 ეტარება იქნება თუ 10 მცნება და სხვა წმინდა ცნებები რომლებიც შემუშავებულია უდიდესი მოღვაწეების და უდიდესი წმინდანების მიერ ჩვენ როგორც მეგობრები ერთი აზრის მქონე მეტნაკლებად მოღვაწე ხალხი გთხოვთ ვიაროთ უფლის გზით თუ ვინდა რომ გადავრჩეთ პიროვნებად გადავრჩეთ
ოჯახებით, გადარჩეს საზოგადოებრივად და ეროვნულად და სახელმწიფოებრივად და ასევე გადარჩეს სოფლიო, რადგან ჩვენ სოფლიოს შვილებიც ვართ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. შეიძლება დროს აი წამი თუ შეიძლება. თუ შეიძლება ერთ დავამატებით შემოგეთილება, მე ვთხოვ ყველა საზოგადოებრივ გაერთიანებას, მეცნიერებათა აკადემიას, რომ ეს საკითხი ჩვენი წამოჭრილი, ჩვენი დაყენებული განხილული იყოს მათ წრეებში თუ შეიძლება. ეს ყველაფერი განხილულია მეცნიერებათა აკადემია ქალდეას დამთავრდა, გამორთეს. დრო უკვე გამორთული. კარგით. დიდი მადლობა თუ კიდევ ვართ ეთერში ყურადღებისთვის. დიდი მადლობა ტელევიზიას, აუდიტორიას და იმ საზოგადოებას, ვინც გვისმენდა. ვიაროთ უფლის გზით.